უცხოელი დიპლომატების უცნაური გატაცება გზის გაკვლევა მიმოფანტული ფქვილის საშუალებით უცნობ გარემოში. ამერიკელი პროფესორი, რომელიც ქართველ სტუდენტებს ახალი ამბების წერის ტექნიკას ასწავლის, ამ თამაშის ერთ-ერთი მონაწილეა. რატომ ჩამოვიდა საქართველოში და როგორ მოირგო ქალის სამოსი სპექტაკლისთვის გიორგი ჩუგოშვილის რეპორტაჟი ეხეთ. გაიცანით, ეს ამერიკელი ნიკოლას ალან კლეიტონია. როცა გაიგო, რომ ოკეანის გადაღმა სხვა ჯორჯიაც არსებობს, დაინტერესდა და საქართველოში ჩამოვიდა. 2 წელია საქართველოს უნივერსიტეტში ახალი ამბების წერის ტექნიკას ასწავლის. შაშან საკუთარი შესაძლებლობები მსახიობის ამპლუაშიც მოსინჯა. ლექციის შემდეგ სპექტაკლის რეპეტიციაზე ელოდებიან. ნიკი საკმაოდ მომთხოვნი, მკაცრი და კომუნიკაბელური ლექტორია, თუმცა ქალის როლში მისი წარმოდგენა როგორც სტუდენტს ცოტა გამიჭირდება. სპექტაკლის პრემიერამდე სტუდენტებს უჭირთ დაჯერება, რომ მათი ლექტორი სცენაზე გამოვა, თანაც ქალის სამოსით. მოყვარული მსახიობი ღელავს, აუდიტორიის აზრი აინტერესებს, მაგრამ პრემიერას ვერსად გაექცევა. ჩემი პირველი თეატრალური წარმოდგენა, რომელიც საკმაოდ დადებითად შეფასდა, მომცა დიდი გამოცდილება, რათა უფრო თამამად მივიღო მონაწილეობა სპექტაკლში. წარმოდგენაში მე ტყის დედოფლის როლს ვასრულებ. შეიძლება ითქვას, რომ ქალის როლის შესრულებაში დამხელოვდი პირველ სპექტაკლში, ამიტომაც ვფიქრობ, რომ უფრო გამიადვილდება ყოველივე ამის გაკეთება, ამჯერად უკვე მეორედ. კამელოტის სამეფოს ისტორიას ინგლისური პანტომიმის მსახიობები გააცოცხლებენ. რაინდის ციებ-ცხელება, ასე ქვია ახალი ზელანდიელი რეჟისორის სპექტაკლს, რომელიც მოზარდ მაყურებელთა თეატრში სპეციალურად ქართველი მაყურებლისათვის გათამაშდება. წარმოდგენა მეფე არტურის მეფობის პერიოდს ასახავს. ეს ჩემი რიგით მეორე სპექტაკლია თქვენს ქვეყანაში. ჩვენ პირველ წარმოდგენას ძალიან დიდი წარმატება ხვდა წილად, მით უფრო რომ სპექტაკლში ბრიტანეთის ელჩი თამაშობდა. ვფიქრობ, არანაკლები წარმატება ექნება ჩვენს ახალ სპექტაკლსაც. ეს ალან კლეიტონის კიდევ ერთი გატაცებაა. ის ყოველთვის მონაწილეობს სპორტულ გასართობ ღონისძიებებში. ამჯერად სათამაშოდ ბოტანიკური ბაღი შეარჩიეს. თამაში ერთგვარი რიტუალით წრეში ფქვილის მიმოყრით იწყება. უცხოელი დიპლომატებისთვის ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა. უცნობ გარემოში გზები მიმოფანტული ფქვილის საშუალებით უნდა გაიკვლიონ. გამარჯვებული კი ის გახდება, ვინც უკან ყველაზე სწრაფად დაბრუნდება. ჩვენ 2 კვირაში ერთხელ ვიკრიბებით და სახალისო თამაშებით ვერთობით. ჩვენი მიზანია გზების სწორად გავკვალოთ და დანიშნულების ადგილზე სწრაფად დაუბრუნდეთ. ჩვენი თამაშები ძალიან სახალისო ტრადიციით სრულდება. ვინც კლუბის წესებს დაარღვევს, ნუდითა და ფქვილით დასული მაისური უნდა ჩაიცვას. უდიდეს სიამოვნებას ვიღებთ ჩვენი შეკრებების დროს, რაც ჩვენი ქვეყნის არაჩვეულებრივი პეიზაჟების დამსახურებაა. თამაში 2 კვირაში ისევ განახლდება. მანამდე კი პროფესორს წინ პრემიერა ელოდება. სპექტაკლი რაინდის ციებ-ცხელება მოზარდ მაყურებელთა თეატრში 19 ნოემბერს გათამაშდება.